ანალიტიკას მე ამ გადაცემის ავტორი ელენე კვანჭილაშვილი ვარ და დღეს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს უფროსი ირაკლი ლექვინაძეს მოусმენთ. ახალი რაც ვიცით ის არის, რომ სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის სამედიცინო ბაზრის მონიტორინგით ინტერესდება. ვიცით ისიც, რომ 2026-2027 წლებში სააგენტო მომხმარებლის დაცვის და ახსულების საერთაშორისო ქსელის ხელმძღვანელი იქნება. გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე გავაკეთებთ აქცენტს ამ საუბრის დროს ირაკლი ლექვინაძე ჩაგვერთვება სულ ცოტა ხანში პირდაპირ ეთერში. მანამდე მოკლედ რამდენიმე რიცხვის და ტენდენციის შესახებ 2025 წლის 8 თვეში კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში განცხადებების რაოდენობა 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 47%-ით გაიზარდა. სააგენტოს მონაცემებით მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით 2025 წლის 8 თვეში სააგენტოში 838 განაცხადი შევიდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 2500-ს გადააჭარბა. წელს მომხმარებლების განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 79% თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი და შემდეგ უკვე სხვა რეგიონები. 8 თვის მონაცემებით ასევე ყველაზე მეტი მომხმარებელი თანხის დაბრუნებას ითხოვდა. სტატისტიკის მიხედვით 74% საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 16%. ამას გარდა სააგენტოს თანახმად საანგარიშო პერიოდში მისი გადაწყვეტილებით მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 98 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 157 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 50 მოვაჭრეს 89 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში 104,742 ლარის ოდენობით. მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 115 საქმეზე 106 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ. ირაკლი ლექვინაძე უკვე პირდაპირ ხაზზეა. მოგესალმებით, ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ესე იგი, რასაც მოგესალმებით ელენე, ჩვენ ახურებთ მოგესალმებით, მადლობა. დიახ, ესე იგი, რასაც ეს სტატისტიკა გვაჩვენებს, ონლაინ ვაჭრობა, განსაკუთრებით თბილისში, ყველაზე მეტი ჭივილებით ხასიათდება და ვიცით, რომ აქედან 90% როგორც წესი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება ხოლმე. თუმცა საინტერესო არის ის, რომ ეს ფაქტი არ ცვლის თავად ბიზნესის ქცევას, რომ კონკურენციის სააგენტომდე არ მივიდეს ეს საქმეები. აი, რა ხდება ამ შემთხვევაში, აი ბიზნესის ქცევის ცვლილების თვალსაზრისით თუ აკვირდებით რაიმე, ესე ვთქვათ, ცვლილებებს? ელენე, თქვენ შესავალში ახსენეთ ის სტატისტიკა, რაც 2025 წლის პერიოდში 8 თვის მონაცემების მიხედვით დაფიქსირებულია ჩვენ სააგენტოში განაცხადების განხილვის და ამ საქმეების დასრულების კუთხით. ეს დაახლოებით გასული წლის იგივე პერიოდს 47%-იანი მაჩვენებლით აღემატება. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა მომხმარებელმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ და უფრო მეტი მოგმართავს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ახლა თქვენ სტატისტიკაში ნახსენები იყო შემდეგი ციფრით, რომ პირობითი შეთანხმების ხელშეკრულება ყველაზე ხშირად, რაც ფორმდება ჩვენ სააგენტოს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის და სწორედ ამ პირობითი ხელშეკრულებების და ვალდებულებების წარმოქმნის შედეგად არის საკითხები, რომელიც წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ. ან დაუშვათ თუ კომპანიას უდასტურდება დარღვევა, დარღვევის შემდეგ მას აქვს გონივრული ვადა და გონივრული ვადასაც ძალიან ბევრი კომპანია იყენებს იმისთვის, რომ მომხმარებლის უფლება აღადგინოს და გაასწოროს საკუთარი სავაჭრო პოლიტიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ პირდაპირ ჯარიმამდე არ მიდის საქმე, ხო? ანუ ეს ამას ნიშნავს. ეს ესეა, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, აი ძალიან უნდა მოინდომოს რომელიმე კომპანიამ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ჯარიმამდე მივიდეს. იმიტომ რომ კანონმდებლობა იმდენად დაბალანსებულია, რომ ყველა შესაძლებლობაა იმისა, რომ პროცესშივე, ან შესწავლის პროცესში, ან თუნდაც დარღვევის დადასტურების შემდეგ კომპანიამ აღადგინოს მომხმარებლის უფლება და ეს პრინციპულადაც სწორია, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი იღებს
პირდაპირ სარგებელს, ანუ მას ან თანხა უბრუნდება, ან ნივთის გამოცვლა ხდება, ან შეკეთება ხდება, ან იმ პრობლემის გადაჭრა ხდება, რამაც რეალურად წარმოქმნა პრობლემა. თუ დავაკვირდებით განვლილ წლებს და პერიოდს, თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ ქცევა შეცვლილია იმ კუთხით, რომ რეალურად ძალიან ბევრი ბიზნესი და განსაკუთრებით მსხვილი და საშუალო ბიზნესი და მათ შორის ონლაინ ბიზნესი უმეტეს შემთხვევაში იჭერს თადარიგს და არის შემთხვევები, როდესაც წინასწარ ხდება სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და კონსულტაცია ჩვენ სააგენტოსთან, ან მაქსიმალურად ცდილობს, რომ მოხდეს შეთანხმება მოვაჭრესა და მომხმარებელს შორის, რომ პრობლემა არ მოვიდეს ჩვენ სააგენტომდე. თუმცა კიდევ ერთხელ ვახსენო, რომ ცნობიერება იზრდება, თქვენ რეგიონებიც ახსენეთ, თბილისიც ახსენეთ, მაგალითად წინა წელს თბილისის წილი დაახლოებით 90% იყო, მაშინ როდესაც წელს 79%-ამდეა შემცირებული, ეს ნიშნავს, რომ რეგიონებშიც ეს ცნობიერება უფრო მეტად არის გაზრდილი, ამას განაპირობებს ჩვენი აქტივობაც, ამას განაპირობებს ზოგადად შედეგიანი გადაწყვეტილებებიც და უფრო მეტი მომართვა ხდება და უფრო მეტი მომართვის შედეგად არის ეს რაოდენობა რეალურად გაზრდილი. კი ბატონო, თუმცა რა თქმა უნდა არსებობს ესე ვთქვათ მსხვილი და წვრილი ესე რომ ვთქვათ ეს პირობითად რომ დავყოთ შემთხვევები, ხომ? იმიტომ რომ გვახსოვს ჩვენ დაჯარიმებები და ჩემი შემდეგი კითხვა სწორედ ეს იქნება ფარმაცევტულ ბაზართან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს დაახლოებით 560,000 ლარით დააჯარიმეთ თქვენ 4 კომპანია. რა შეიცვალა, ესე ვთქვათ, თუ დააკვირდით, რა შეიცვალა აი ამ ბაზარზე ამ ფაქტის შემდგომ? ანუ რა ტიპის პრობლემები მოგვარდა და მოგვარდა თუ არა ის ფუნდამენტური ტიპის პრობლემები, რის მოკვლევასაც მაშინ ემსახურებოდა ეს კვლევა? კი ბატონო, მოდი დავასრულოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემა. თქვენ ახსენეთ, რომ წელს ჩვენ დაახლოებით 100,000 ლარამდე ჯარიმა გვაქვს დაწერილი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის დარღვევის მიმართულებით. ესენი არიან ძირითადად მცირე და ონლაინ სფეროში მოღვაწე კომპანიები, რომლებიც ასე რომ ვთქვათ არ უსრულნელყოფენ იმას, რომ ბოლომდე იქნას მომხმარებელთა უფლებების დაცულობა უზრუნველყოფილი და გვიწევს ჩვენ ესეთი გადაწყვეტილებების მიღებაც. თუმცა ძირითადად მინიმალური ჯარიმა არის 600 ლარის მოცულობით და ძირითადად ესეთი ტიპის ჯარიმებისგან შედგება აღნიშნული მიმართულება. თუმცა არის მაგალითად უფრო მაღალი მაჩვენებლებიც. რაც შეეხება ხა ფარმაცევტულ მიმართულებას, ეს არის უკვე ჩვენი კონკურენციის მიმართულება. წელს ჩვენ მქონდა თქვენი ცით ამის შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა ფარმაცევტული კომპანიების და ესენი არიან ძირითადად იმპორტიორი კომპანიების მიმართ საქმის წარმოებას. იყო თავდაპირველად 8 კომპანია და 14 მედიკამენტის შემთხვევა, როდესაც რეფერენტული ფასების შემოღებამდე ფასების მიმართ, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროდან, აღნიშნული ფასების კვლევა მიმდინარეობდა, რა იყო თუ არა აღნიშნულ მედიკამენტებზე ჭარბი ფასი და ეს იყო ის კომპანიები, რომლებსაც დომინანტური მდგომარეობა გააჩნდათ კონკრეტული მედიკამენტის ბაზარზე და აღნიშნული მედიკამენტის ფასი იმპორტიდან მომხმარებლებამდე იყო დაახლოებით 300%-დან 3000%-მდე. ჩვენი გადაწყვეტილებით თქვენი ციცით ამის შესახებ, რომ 4 კომპანიის შემთხვევაში და 7 მედიკამენტის შემთხვევაში იქნა დადგენილი დარღვევა, რაც გულისხმობდა რეფერენტულ ფასწარმოქმნამდე, ანუ რეფერენტული შემდეგ ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაიჭრა, მაგრამ სანამ რეფერენტული შემოვიდოდა, აღნიშნული კომპანიები ოპერირებდნენ საკმაოდ მაღალი ფასნამატით. ფასნამატი იყო ხშირ შემთხვევაში, რაც ვახსენე, ამ პროცენტულ ჭრილში და ჩვენს მიერ დადგენილი იქნა ჭარბი ფასი, ანუ კონკრეტულად ჭარბი ფასის მაჩვენებელი დაახლოებით 180-200%-ის ფარგლებში. ეს იყო ძალიან ცნობილი მედიკამენტები და როდესაც ჩვენ მოვითხოვეთ აღნიშნული კომპანიებიდან ხარჯდაღრიცხვაში შეტანილი იყო ისეთი ტიპის დანახარჯები, რომელიც პირდაპირ კავშირში არ იყო ამ მედიკამენტების მარკეტინგულ აქტივობებთან. ეს იყო მაგალითად სამკაულების ხარჯი, ეს იყო სტომატოლოგიური და კოსმეტიკური მომსახურებების ხარჯი, ძვირადღირებულ სასტუმროებში განთავსების და კონფერენციების მოწყობის ხარჯი, ძვირადღირებული ავტომობილების ოპერირების ხარჯი და ესე შემდეგ. ანუ რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ პრაქტიკულად აღნიშნული პრობლემა მოხსნა, თუმცა ჩვენს მიერ შეფასებული იქნა რეფერენტულ ფასწარმოქმნამდე არსებული ვითარება. მე მინდა გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების მერე ჩვენ დავაჯარიმეთ 4 კომპანია ჯამში 560,000 ლარით და მათ შორის 2 კომპანიამ
აღნიშნული ჯარიმა უკვე გადაიხადა ბიუჯეტში, ორი კომპანიამ გაასაჩივრა და ბუნებრივია ეს პროცესი გაგრძელდება სასამართლოში. ასევე არის საინტერესო ის, რომ თქვენს ვებგვერდზეც გადავამოწმე და აი ზეგავლენის ანალიზს, როდესაც აკეთებთ ხოლმე ექსპოსტ ანალიზს, შერჩეული გაქვთ ესე ვთქვათ ბაზრები, ალბათ რომლებსაც სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ეს ანალიზი არ გაქვთ ჩატარებული, ან ყოველ შემთხვევაში არ არის საჯარო, ან ხელმისაწვდომი, ან არ დევს ვებგვერდზე. ანუ რატომ გადაწყვიტეთ, რომ საინტერესო არ იქნებოდა ვთქვათ აი ამ გავლენის ანალიზის შეფასებაც, რომ საბოლოო ჯამში დეტალურად გვენახა ვთქვათ რა მოუტანა ფარმა ბაზარს ესე ვთქვათ თქვენმა ჩარევამ ესე ვთქვათ ამ კუთხით. რომელ გადაწყვეტილებას გულისხმობთ ამ ბოლოს, რაც ბოლოს კი, რაზეც ახლა ვსაუბრობდით ამ თემას ვაგრძელებ. ფარმა ბაზრის თემას ვაგრძელებ. ეს ჭარბი ფასნამატებთან დაკავშირებით მოკლევა დასრულდა სულ რაღაც დაახლოებით თუ არ ვცდები 2 თვეც არ არის გასული, ამიტომ ჯერ ამ ზეგავლენის შეფასების ანგარიშის გაკეთება საკმაოდ ადრეა, თუმცა ამას არ ჭირდება ამ ეტაპზე. ჩვენ ვფიქრობთ, დიდი ზეგავლენის შეფასების ანგარიში გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის შემდეგ ჩვენ გვაქვს მედიკამენტებზე უკვე კონკრეტული ჭერები და აღნიშნული ჭერების დაწესებამ უკვე უზრუნველყო ხელმისაწვდომი და სამართლიანი ფასები პაციენტებისთვის. რაც შეეხება ჩვენ წინა გადაწყვეტილებებს, მაგალითად თუ გავიხსენებთ იგივე ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებულ შეთანხმებულ ქმედებას, ამ შემთხვევის შემდეგ მსგავს ფაქტს ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციის ადგილი არ ქონია, ხოლო რაც შეეხება მონიტორინგის შედეგებს, სადაც 13 რეკომენდაცია გავეცით და 13 რეკომენდაციის უმრავლესობა საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა დანერგილი, აღნიშნული გადაწყვეტილებების ეფექტი გარკვეული პერიოდის მერე აუცილებლად იქნება შეფასებული, თუმცა მე შემიძლია გითხრათ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია, რომ დაახლოებით ამ რეფორმების შედეგად და მათ შორის სხვა რეფორმების შედეგადაც საკმაოდ სოლიდური დაახლოებით 200-300 მილიონამდე ლარის თანხის დაზოგვა მოხდა მომხმარებლებს პაციენტებისთვის მედიკამენტებზე, მედიკამენტების გაიაფების შედეგად. აი ეს არის ის მონაცემები, რაც შემიძლია გაგიზიაროთ ამ ეტაპზე. თუმცა შეიძლება გარკვეული პერიოდის მერე ჩვენ კიდევ ერთხელ მიუბრუნდეთ თუნდაც ზეგავლენის შეფასების ანგარიშს იმ რეკომენდაციების დანერგვიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ რა ეფექტები დაიდო ამ მიმართულებით. ხო, ანუ ეგ თქვენს მიერ ესე ვთქვათ დამუშავებული კი არ არის, უკვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამუშავებული ინფორმაცია, ახლა რასაც მაწვდით, ხო, ამასთან დაკავშირებით. თუმცა მე მახსოვს, რომ აი ამ кейსმა სწორედ ფარმა ბაზრის რეგულირების кейსმა და კიდევ იყო ერთი кейსი, თუ არ ვცდები, ეს იყო შესყიდვების ნაწილში კონკურენციის кейსმა დაიმსახურა მსოფლიო ბანკის რაღაც გარკვეული ტიპის აღიარებაც მახსოვს, თუ არ ვცდები, წელს ივნისში იყო, როდესაც მსოფლიო ბანკმა, ესე ვთქვათ, რაღაც საუკეთესო პრაქტიკად შეაფასა, ესე ვთქვათ, ამ გავლენა, ესე ვთქვათ, საბოლოო ჯამში კონკურენციის სააგენტოს ამ გადაწყვეტილებების. სწორად მახსოვს მე მგონი. კი, ეს იყო მიმდინარე წლის მაისში, სადაც მსოფლიო ბანკის შეფასების შედეგად ჩვენი მონიტორინგის შედეგად დამუშავებული რეკომენდაციები, ასევე მიღებული გადაწყვეტილებები ერთიან კონტექსტში იქნა განხილული. მთავარი კრიტერიუმი აქ იყო გავლენა ბაზარზე და ეფექტი პაციენტებისთვის და მოსახლეობისთვის და სწორედ ამ დიდ ჭრილში ეს გადაწყვეტილებები ერთ-ერთ საუკეთესოდ იქნა შეფასებული დაახლოებით 40 ქვეყანას შორის აღნიშნული кейსების ერთობლიობამ დაიმსახურა მსოფლიო ბანკის მხრიდან ასე ვთქვათ საუკეთესო შეფასება და პირველი ადგილი ამ ნომინაციაში რაც გულისხმობდა ბაზრის რეფორმირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ხომ არ აპირებთ ბატონო ირაკლი რაიმე ტიპის მოკვლევის დაწყებას, იმიტომ რომ აქ გამოჩნდა აშკარად კორუფციული სქემების, ნეპოტისტური სქემების ესე ვთქვათ არსებობა და ეს ყველაფერი ვიცით რომ ჯამში ძალიან უარყოფითად ისახება ზოგადად ბაზარზე კონკურენციაზეც და მათ შორის მომხმარებლის დაცვის თვალსაზრისითაც უარყოფითი შედეგების მატარებელია. შეიძლება ველოდოთ რომ ეს რთული სექტორიც შეიძლება აღმოჩნდეს კონკურენციის სააგენტოს შეფასების ქვეშ. კონკურენციის სამართალი ისე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში, ასევე საქართველოში ითვალისწინებს სახელმწიფო საწარმოების თუ ადმინისტრაციული ორგანოების ეს ერთ ჭრილში განიხილება ჩვენ შემთხვევაში
საკითხის განხილვას და მოკვლევის დაწყებას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მოგმართავს რომელიმე ეკონომიკური სუბიექტი იმ მოთხოვნით, რომ პირობითად რომელიმე ტენდერი იყო თუ რომელიმე ისეთი ტიპის გადაწყვეტილება იყო, სადაც მაგალითად კონკურენციის პირობები იქნა დარღვეული და გარკვეული ბაზრის მონაწილეების ჩართულობა ამ ტენდერებში იყო შეზღუდული. ჩვენ წინა პერიოდშიც ქონია მსგავს ტიპის გადაწყვეტილებები, ამ დროისათვის ეს ჩვენ კონკურენციის სამართლის მიათე მუხლია, რაიმე საქმის წამოება ან მოკვლევა არ მიმდინარეობს, თუმცა თუ იქნება მომართვა მსგავსი ტიპის საკითხებზე, ბუნებრივია კონკურენციის სააგენტო იმოქმედებს იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ითვალისწინებს საქართველოში არსებული კონკურენციის შესახებ კანონი. ეხლა რაც შეეხება სისხლის სამართლის თემებს, ეს ჩვენი ნაწილი არა, რა თქმა უნდა, ამას რა თქმა უნდა და რეკომენდაციას გასცემთ. კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმებით. მე უბრალოდ იმიტომ გეკითხებით ამას, რომ დავაზუსტებ, ანუ ეს მომართვა აუცილებელი პირობა, ანუ პროაქტიულად არ შეიძლება, რომ თქვა კონკურენციის სააგენტო დაინტერესდეს. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვა იგივე ირაკლი კობახიძის მიერ ნათქვამი 700 მილიონის დაზოგვა, ესე ვთქვათ, მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში, ეს უკვე აჩენს რაღაც გარკვეული ტიპის კითხვებს იმასთან დაკავშირებით, თქვა პრობლემები ხომ არ იყო იგივე შესყიდვებთან მიმართებით და ასე შემდეგ, ხომ, იმიტომ რომ ძალიან მსხვილია, ესე ვთქვათ, ეს თანხა მხოლოდ რომ გავყოთ, ესე ვთქვათ, არ ვიცი, რაღაც შემცირებებზე თუ ხელფასების დაკლებაზე თუ ასე შემდეგ. და აი ამიტომ ვიფიქრე, ეს ხომ არ არის კითხვის ნიშნები უკვე კონკურენციის სააგენტოსთვის. კი, მნიშვნელოვანია, რომ დავაზუსტოთ ბატონ პრემიერის განცხადება რა შინაარს მოიცავდა და რისგან შედგება 700 მილიონი. 700 მილიონი არის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული დაზოგილი თანხები. ეს უკავშირდება ძირითადად საკადრო ოპტიმიზაციას. საკადრო ოპტიმიზაცია არ არის კონკურენციის სააგენტოს მიმართულება, ჩვენი მიმართულება სახელმწიფო საწარმოებთან თუ ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში არის შესყიდვებში კონკურენციის პირობების უზრუნველყოფა და სამართლიანი თამაშის წესები აბსოლუტურად ამ ბაზარზე მოქმედი ყველა კომპანიებისთვის. ერთი უნდა იყოს მომართვა, ამასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ეკონომიკურმა სუბიექტმა უნდა მოგმართოს და გითხრას, რომ მას შეეზღუდა პირობითად გარკვეული პირობის გამო მონაწილეობა ასეთი ტიპის სატენდერო პროცესში, ან მაგალითად უნდა არსებობდეს რაიმე ესეთი საჯარო ტიპის ინფორმაცია, რომ აი რაღაცა პირობები, რომელიღაც ტენდერში არის იმდენად შეზღუდული, რომ ეს ზრუნავს სამართლიანი კონკურენციის პირობებს. ჯერჯერობით მსგავსი რამე არ არის, თუმცა ნებისმიერი, ასე რომ ვთქვათ, მსგავსი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ან მომართვის შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია შეიძლება ამ საკითხით დავინტერესდეს. რაც შეეხება 700 მილიონს, ეს აბსოლუტურად განყენებული და სხვა თემაა, ის შედგება მხოლოდ საკადრო ოპტიმიზაციის კუთხით მიღწეულ ეფექტთან და ეს ბატონ პრემიერის მიერაც იქნა არაერთხელ ხაზგასმული. ხო და ანუ თქვენ გჯერათ, ანუ არ იზიარებთ იმ სკეპტიკოსების მოსაზრებებს, რომ ეს ძალიან დიდი რიცხვია მხოლოდ სახელმწიფო ოპტიმიზაციის. ეს შეიძლება არა, ეს შეიძლება ძალიან დიდი რიცხვი, მაგრამ ჩვენ უწყებასთან მიმართებაში ეს არ არის კავშირი, ეს აბსოლუტურად სხვა პროცესია. კი ბატონო. ასევე მინდა ესე ვთქვათ, შეგიქოთ ვებგვერდი, იმიტომ რომ მართლა ყველა ინფორმაცია, რაც ესე ვთქვათ, საჭიროა, ხელმისაწვდომია ნამდვილად ამ ვებგვერდზე. ამის შექმნაში ევროკავშირი დაგეხმარათ? ეს ვებგვერდი პირველადი ვებგვერდი შექმნილია იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც 2017-2019 წლებში მიმდინარეობდა კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერის მიმართულებით. ამ პროექტის შედეგია ის, რომ კანონმდებლობა გაძლიერდა, ამ პროექტის შედეგია ის, რომ ძალიან ბევრი ისეთი ცვლილება იქნა შეტანილი ჩვენს კანონმდებლობაში, რომელმაც აღსრულების პროცესი გააძლიერა და რომელმაც ჩვენ მოგცა საშუალება, რომ მიგვეღო ეფექტური გადაწყვეტილებები. მათ შორის იგივე მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი სწორედ ამ ევროპული კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. შემდეგ მოხდა ამ ჩვენი ვებგვერდის ასე რომ ვთქვათ, ტრანსფორმირება და განახლება, აქ უკვე ჩვენი რესურსით მოხდა აღნიშნული პროცესი, თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენი კანონმდებლობა კონკურენციის ნაწილში ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან თავსებადია დაახლოებით 75%-ით და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობასთან თავსებადია დაახლოებით 85%-ით. ეს არის ევროპელი ექსპერტების მიერ აღიარებული შეფასება. და ასევე გვაქვს ჩვენ განსაზღვრული 2030 წლამდე ის ნაბიჯები, რომელზეც მუშაობთ და კოორდინირებთ საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა სამინისტროებთან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებებიც
ეტაპობრივად შემოვიდეს ისე, რომ მქონდეს საუკეთესო კანონმდებლობა კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების ასრულების მიმართ. სანამ გადავალთ უკვე სამედიცინო ბაზარზე და აქ რა კითხვის ნიშნები გაქვთ ამაზე ვისაუბრებთ, დამაყურებელს ჯანდაცვის მინისტრის კომენტარსაც მოვსვენებთ, ძალიან მოკლედ მინდა რომ მიპასუხოთ. აი, როდესაც ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მხარს გვიჭერენ, საკუთარ ინტერესს ატარებენ, ბატონო ირაკლი, მხოლოდ თუ ატარებენ ჩვენი მოქალაქეების, მომხმარებლების ბაზრის ინტერესსაც. ძალიან მოკლედ მინდა ამ კითხვაზე პასუხი და მოვასმინოთ მაყურებელს უკვე ჯანდაცვის. ვცდილობთ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც არის მხარდაჭერის პროექტი, მოვარგოთ იმ ინტერესს, რაც პირველ რიგში მნიშვნელოვანია ჩვენი უწყებისთვის და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკისთვის. შეიძლება მოთხოვნები იყოს იმაზე მეტი, ან ცოტა უფრო აცდენილი იმ საჭიროებებზე, რომელიც შეიძლება ჩვენ გქონდეს, არაერთი სამუშაო პროცესში, არაერთი საკითხი გქონია ჩვენ, რომელიც გაგვივლია, გვიმსჯელია და მოგვირგია სწორედ იმ ინტერესზე, რაც პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის და ჩვენ შემთხვევაში ჩვენი უწყების მიმართულებას თან მოდის თანხმდრაში. ამიტომ ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. და ამით არც პარტნიორობა დასრულებულა და არც პარტნიორები გაგრძელიანებიათ. ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვის. ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი მინდა მოვისმინოთ. ჩვენი დიდი სურვილია, რა თქმა უნდა, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება იყოს გამახვილებული ამ თვალსაზრისით, რამდენად სწორად ოპერირებს ბიზნეს სექტორი გარკვეული მიმართულებით. ჩვენ ნახეთ გარკვეული მათ შორის უპასუხისმგებლო განცხადებებით ცალკეული ბიზნეს სუბიექტების ზოგიერთი ასოციაციის მხრიდან, რომლებიც ამბობენ, რომ მაგალითად ზოგიერთ შემთხვევაში მეტი მოგების მიღების მიზნით, გარკვეული ხარჯების გადასაფარად და ასე შემდეგ, ისინი მიმართავენ არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას. ეს გახდა ბუნებრივია საფუძველი ასეთი ტიპის განცხადებების არსებობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდან დაინტერესების საფუძველი. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ჩემი მოლოდინიც გახლავთ ასეთი, რომ გარკვეული საყურადღებო გარემოებები ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოკვეთოს ამ გამოკვლევამ, როგორც ამ დრომდეც არაერთხელ გამოვლენილ. თქვენ გახსოვთ, აი ახლო წარსულში დაასრულა კონკურენციის სააგენტომ მონიტორინგი, რომელიც უკავშირდებოდა ზოგიერთი ფარმაცევტული საშუალების იმპორტს და იქაც სრულიად გაუგონარი და არანორმალური ფაქტები იქნა იდენტიფიცირებული. ძალიან არ მინდა ეს ასე იყოს სხვა სექტორებშიც, მაგრამ ვშიშობ, რომ შეიძლება ასეთი ფაქტები გამოვლინდეს. რა თქმა უნდა, აქაც სახელმწიფო იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ნებისმიერი ისეთი პრაქტიკის მიმართ, რომელიც ამ შემთხვევაში არ აყენებს ნომერ პირველ ინტერესად პაციენტის ინტერესს. არ შეიძლება კომერციული ინტერესი, ეკონომიკური ინტერესი შეწყნარებადია მანამ, ვიდრე ის წინააღმდეგობაში არ ექცევა პაციენტის საუკეთესო ინტერესთან. ბატონო ირაკლი, ვინ მოგმართა და ან რა, ესე ვთქვათ, რა სიგნალები მიიღეთ ბაზრისგან, რომ გადაწყდა, ესე ვთქვათ, დაიწყოს მოკვლევა უკვე ცოტა უფრო ფართოდ სამედიცინო, ასე ვთქვათ, ბაზართან დაკავშირებით. ელენ დავაზუსტებ, ეს არ არის მოკვლევა, ეს არის ბაზრის მონიტორინგი და შეფასება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვაქვს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი და ვაკვირდებით მნიშვნელოვან სტრატეგიულ და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე ბაზრებს. თქვენიც ესეთია, თავის დროზე იყო ფარმაციის ბაზარი, არის საწვავის ბაზარი, არის რიტეილის ბაზარი, არის კიდე სხვადასხვა მიმართულებები, რომელიც ან მომართვის საფუძველზე, ან ჩვენი რისკების ანალიზის საფუძველზე ხდება ამ ბაზრების შეფასება და მონიტორინგი. რაც შეეხება სამედიცინო სერვისების ბაზარს, აქ არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც ვიგვიყვანა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ დაგვეწყოს სამედიცინო სერვისების ბაზრის მონიტორინგი. პირველი ეს იყო ოფიციალური სტატისტიკა, სადაც აღმოჩნდა, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამედიცინო სერვისებზე, კონკრეტულად მაგალითად საავადმყოფოს მომსახურებებზე, ფასები დაახლოებით 26%-ით არის გაზრდილი, იგივე თერაპევტის კონსულტაციაზე დაახლოებით 12-15%-ით არის გაზრდილი. წინა პერიოდებში ეს ფასების ინდექსი იყო სტაბილური, ამიტომ ჩვენი ინტერესი საგანია გავარკვიოთ რა არის ამ ფასების ზრდის მიზეზი. მეორე ფაქტორი ეს არის ერთგვარი განგრძობითი პროცესი, თქვენ იცით და ვახსენეთ კიდევაც ჩვენი საუბრის დასაწყისში ბაზრის ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი, რომელიც დასრულდა რეკომენდაციებით და რომელსაც შედეგები აქვს, მათ შორის რეფერენტული ფასწარმოქმნა. ვახსენეთ ორი მოკვლევა, სადაც შეთანხმებული ქმედება გამოვლინდა ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში ჭარბი ფასი. ჩვენი მიზანია, ასე ვთქვათ, ეს პროცესი იყოს განგრძობითი და ის სფეროები,
რომელიც აქამდე ესე რომ ვთქვათ სამედიცინო თუ ფარმაციის მიმართულებით არ იყო ჩვენს მიერ შესწავლილი თუ დამუშავებული, იქნას ამ მიმართულებით ბაზარი მთლიანობაში დანახული. ასევე გავარკვიოთ ფასების ზრდის მთავარი მიზეზები. საბოლოო მიზანი არის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, რატომ ძვირდება სამედიცინო მომსახურება საქართველოში? კი ბატონო, თქვენ სწორად თქვით და შეაფასეთ ეს ნაწილი, რატომ გაძვირდა განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში საავადმყოფოს მომსახურებები, ხო არ უკავშირდება ეს რაიმე არასაბაზრო ფაქტორებს, ან იქნებ ეს აბსოლუტურად ობიექტური ფაქტორებით არის განპირობებული, როგორც ამბობენ დაუშვათ სხვადასხვა წყაროების მიხედვით თვითონ კლინიკები, შეიძლება სახარჯი მასალები იყოს, შეიძლება შრომის ანაზღაურება იყოს, შეიძლება რაღაც ტექნიკის და აღჭურვილობის ხარჯები იყოს, ჩვენ ამას ყველაფერს რა თქმა უნდა შევაფასებთ, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ ეს არის უბრალოდ ჭარბი ფასი ან ერთგვარი დაბალანსების მცდელობა იმ მნიშვნელოვანი და სოლიდური ეფექტებისა, რაც საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების შედეგად დანაზოგი სახით მიიღეს ჩვენმა პაციენტებმა, გულისხმობა აქ მედიკამენტის ფასები, გულისხმობა სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი დანაზოგები, რაც იგივე თუნდაც დადგენილმა ფასებმა უზრუნველყო, იქ სადაც ჯერ კიდევ რესურსი აქვთ კლინიკებს, ხომ ხდება ამ ესე რომ ვთქვათ შემცირებული შემოსავლის გენერირების შესაძლებლობა ამ მიმართულებით. ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, ეს არავის მიმართ ჯერჯერობით რაიმე მოკვლევის ან ამ პროცესის წარმოებას არ ნიშნავს, ბაზარი იქნება მთლიანობაში დანახული, პროცესში იქნებიან ჩართული ყველა კლინიკები და რაც თავარია, აღნიშნული მონიტორინგი ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო და აქტიური კოორდინაციით და მუშაობით. ასე რომ მე ვფიქრობ ეს ჩემთვის, თქვენთვის, საქართველოსთვის ყველა პაციენტისთვის იქნება ძალიან ისეთი სასარგებლო შეფასება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეს რეკომენდაციები შემდგომ ნაბიჯებთან მიმართებაში, თუ დავინახავთ ხარვეზებს ამ მიმართულებით. ის ქცევა, რაც თქვენ აღწერეთ ახლა, რომ შესაძლოა სადღაც მნიშვნელოვნად დააკლდათ თანხა და სადღაც, ესე ვთქვათ, ეს თანხა დააბალანსეს, ეს ლოგიკური ქცევა არ არის ბიზნესის მხრიდან, ანუ თქვენ ხომ ერთის მხრივ კონკურენციის მომხმარებელთა დაცვის სააგენტოც ხართ, მაგრამ ამავდროულად, ესე ვთქვათ, კონკურენციის ხელშემწყობიც ხართ ხომ ქვეყანაში, ანუ რაღაც ოქროს შუალედი უნდა იპოვოთ, ესე ვთქვათ, მომხმარებლის სურვილებსა და ვთქვათ ბიზნესის შესაძლებლობებს შორის. ხომ აი ამ შემთხვევაში სად გადის ეს ოქროს შუალედი? ელენე, მთელი ჩვენი საქმიანობა სწორედ ამ შუალედის ზღვარის გავლება და აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღება, დამერწმუნეთ მთელი ეს პერიოდი სწორედ ესეთი ტიპის გადაწყვეტილებებია. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მოტივატორი არის მოგების მაქსიმიზაცია და ეს ეხება რა თქმა უნდა სამედიცინო სერვისების სფეროსაც და ამ მიმართულებასაც, რომელიც შეიძლება თავის სპეციფიკით ყველა ქვეყანაში განსხვავდება სხვა ტრადიციული ბიზნესებიდან, რადგანაც ჩვენ ბაზარზე, ზოგადად ფარმაცევტულ ბაზარზე გვაქვს საკმაოდ მაღალი კონცენტრაცია და ასევე გვაქვს სხვილი, ასე ვთქვათ, ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური ჰოლდინგური ჯგუფები, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სწორედ მსგავსი ტიპის მონიტორინგები, რადგან ზუსტად დავინახოთ, რომ ამ მოგების მაქსიმიზაციის თუ მოგების მაქსიმიზაციის მცდელობისას ხო არ ხდება ზედმეტად პაციენტის ინტერესის დაზიანება. რა თქმა უნდა, მოგება და მოგების ნორმა ჩადებული უნდა იყოს ყველა კერძო სუბიექტის მიმართულებით, მაგრამ ჭარბი ფასი, მათ შორის კონკურენციის კანონმდებლობითაც შეფასებულია როგორც არასათანადო ქცევა. ამიტომ პირველ რიგში ჩვენთვის როგორც სახელმწიფო უწყებებისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი ბალანსის პოვნა, სადაც რა თქმა უნდა კერძო სექტორი აგენერირებს მოგებას, მაგრამ არა პაციენტის საუკეთესო არჩევანის ხარჯის ჩანაცვლებით კომერციული ინტერესი. რაც დამერწმუნეთ, რომ თქვენთვის, ჩემთვის, როგორც და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქის, როგორც პაციენტის ინტერესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ არ უნდა ვიხდიდეთ ზედმეტს იქ, სადაც ამის გადახდის საჭიროება ნამდვილად არ უნდა იყოს. კი ბატონო, ნამდვილად გეთანხმებით. ასევე თუ ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, თუ ითვალისწინებთ ხოლმე ეგრეთ წოდებულ regulatory burdens, ანუ რეგულირების ტვირთს, იმ ხარჯებს, რაც შეიძლება რეგულირებასთან იყოს უშუალოდ დაკავშირებული და ეს უკვე ობიექტურად ზრდიდეს საბოლოო ჯამში, ვთქვათ, მომსახურების ფასს, სერვისის ფასს და ასე შემდეგ. აი ამ ტიპის, ესე ვთქვათ, bottleneck-ების გამოვლენასაც თუ ემსახურება ხოლმე, ესე ვთქვათ, თქვენი მონიტორინგი. პირველ რიგში სწორედ ამას ემსახურება.
მე როცა ვახსენე, რომ ფასის და შეიძლება დაკავშირებული იყოს ობიექტურ გარემოებებთან და ფაქტორებთან, სწორედ გულისხმობ ამას, რომ შეიძლება ბაზარზე ბოლო ერთ წელიწადში მოხდა ისეთი ტიპის ცვლილებები, კერძოდ გულისხმობ ფასს წარმოქმნაში შეიძლება ისე არის გაზრდილი ხარჯების წილი, რომელმაც განაპირობა ეს 26%-იანი ზრდა. სწორედ ეს საკითხი უნდა გაარკვიოს აღნიშნულმა მონიტორინგმა და ჩვენ ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. და ეს იქნება, რა თქმა უნდა, საჯარო და ყველა დავინახავთ, რომ ეს არის ასე რომ ვთქვათ, ჭარბი ფასის შედეგად, შეიძლება ყველა ფაქტორი უცვლელია და უბრალოდ ფასი გაიზარდა, რომ რაღაც მიმართულებები დაბალანსდეს, ან შეიძლება ობიექტურმა გარემოებებმა, ანუ ხარჯების მნიშვნელოვანმა ზრდამ უზრუნველყო აღნიშნული ფასების და ამას ჩვენ დავინახავთ ყველანი ერთად, როდესაც მონიტორინგი დასრულდება. ხო, ანუ ეს მონიტორინგი უკვე დაწყებულია. დაწყებულია, ჩვენ უახლოეს პერიოდში დავიწყებთ კომუნიკაციას სამედიცინო დაწესებულებებთან და მივიღეთ მათგან, რა თქმა უნდა, პოზიციებს, განმარტებებს თუ რასთან არის დაკავშირებული აღნიშნული პროცესი. მომხმარებელთა დაცვაზე როცა ვსაუბრობთ, ბატონო ირაკლი, ახლა გამახსენდა, რომ აი იგივე ვთქვათ ონლაინ ბაზრის შემთხვევაში, ხო, აი ონლაინ გამოწერების შემთხვევაში დღეს რაც ხდება, ალბათ თქვენც ადევნებთ, ხომ, თვალს, რომ ადგილობრივი ბაზრის მოთამაშეები რაღაცა ტიპის რეგულაციებს ითხოვენ, ამბობენ, რომ ესე ვთქვათ, უფრო იაფად არის შესაძლებელი რაღაცების მოწერა საზღვარგარეთ და ეს ვთქვათ მათ ბიზნესს ძალიან სერიოზულად ურტყამს და რაც გარკვეული ხმამაღლა არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ პროტექციონისტული ზომების ესე ვთქვათ ბაზარზე გატარებასაც ითხოვენ. აი ასეთ ვითარებებში თუ ერთვება ხოლმე კონკურენციის სააგენტო ამ შემთხვევაში რომ მომხმარებლის უფლება ამ კუთხითაც იყოს დაცული, რომ მას არ შეეზღუდოს ვთქვათ ხელოვნურად თუნდაც ხელმისაწვდომობა და არჩევანი, იმიტომ რომ ესეც მომხმარებლის დაცვაა დამეთანხმებით ალბათ, ხო? კი ბატონო, თუ ახლა პროტექციონიზმი იწვევს ადგილობრივი ბაზრის გაძვირებას და თქვენთვის როგორც მომხმარებლისთვის მე მგონი ეს არ უნდა იყოს სასურველი. თავარი ბაზარზე იყოს ბევრი არჩევანი, ბევრი შეთავაზება, ბევრი განსხვავებული ფასი და ხარისხი და მომხმარებელმა შემდგომ თვითონ გადაწყვიტოს რა არის უფრო მისთვის მისაღების შემოთავაზება. ერთადერთი რა ნაწილში შეიძლება ჩვენ ვინმე მოგმართოს არის ის, რომ თუ ვინმე ოპერირებს ასე ვთქვათ ბაზარზე მტაცებლური ფასით, ანუ რაღაცა არაგონიურულად დაბალი ფასით და ეს იწვევს და მისი მიზანია ასე ვთქვათ კონკურენტების განდევნა ბაზრიდან და შემდგომ ამ სიტუაციით და ამ ვითარებით სარგებლობა, ну ეს შეიძლება იყოს ჩვენი დაინტერესების საგანი, თუმცა მსგავსი საკითხი ჯერჯერობით ჩვენთან დაფიქსირებული არ არის. ახლა ნებისმიერ დამცავ ტარიფის შემოღება თუ ესე შემდეგ ეს ჩვენი კომპეტენცია და პრეროგატივა არ არის და ამაზე ვერც რეკომენდაციას ვერ გავცემთ. თუმცა ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ რაც უფრო ბევრი მოთამაშეა ბაზარზე და ბევრი არჩევანი, ფასის, ხარისხის თუ სხვადასხვა ფაქტორების თუ კრიტერიუმების მიხედვით, ეს ჩვენთვის როგორც მომხმარებლებისთვის მე ვფიქრობ არის მხოლოდ და მხოლოდ მომგებიანი და სასარგებლო. ეს არის სწორედ კონკურენციის პოლიტიკის მთავარი მიზანი, რომ არ იყოს ბაზარი შეზღუდული, ის იყოს ღია და წვდომა მასზე კონდეს ძალიან ბევრ მოთამაშეს. ცოტა სხვა კუთხით მინდა ახლა წავიყვანო ჩვენი საუბარი. სააგენტოს აქვს ასევე ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო კომპონენტიც. რა ხდება აი ამ მიმართულებით, თქვა ჩართულობა როგორია და ზოგადად კადრები როგორი არის, ესე ვთქვათ ამ მიმართულებით შეინიშნება თუ არა დეფიციტი ბაზარზე და თქვენ ესე ვთქვათ როგორ უმკლავდებით თუ ეს დეფიციტი არის? ჩვენ დაახლოებით ერთ წელიწადნახევარია, როდესაც ჩვენ სააგენტო სტრუქტურა შევცვალეთ და ის მოვარგეთ უფრო იმ ძირითად მიზნებს და ამოცანებს, რაც ჩვენი სააგენტოს წინაშე იდგა, შევქმნით სასწავლო ცენტრი, რომლის მთავარი მიზანი არის, როგორც ჩვენი გუნდის წევრებისთვის ცოდნის და გამოცდილების ამაღლება და გაზიარება, ასევე ჩართულობა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში, ასევე ცნობიერების ამაღლება კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროექტი ამ მიმართულებით, რომელიც განათლების სამინისტროსთან ერთად მიმდინარე წელს დავიწყეთ, დაახლოებით 50-ზე მეტ სკოლაში, უფროს კლასელებში უკვე ჩვენ გქონდა ვიზიტი და იქ ჩავატარეთ ცნობიერების ამაღლების კამპანიები, ეს პროექტი გრძელდება და წლის ბოლომდე დაახლოებით კიდე 25 სკოლას ვეწევით. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ და ამის შედეგიც არის, რომ მომართვიანობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენთან გაზრდილია. გარდა ამისა, გვყავს სხვადასხვა შერჩეული დაინტერესებული ჯგუფები, როგორც არის
არის ბიზნეს სექტორი, როგორც არის სხვადასხვა მომხმარებელთა ჯგუფები, როგორც არის მაგალითად იგივე თუნდაც უნივერსიტეტები, სხვა ბევრი მიმართულება, რომელიც კავშირშია ჩვენთან და ამ კუთხით ჩვენ ყოველთვის გვაქვს შეხვედრები, რომელიც ემსახურება მეტი ინფორმაციის გაცვლას. რაც შეეხება საკადრო საკითხებს, რა თქმა უნდა, მე მგონი ბიზნესიც, საჯარო სექტორიც ძალიან ხშირად საუბრობს ამაზე. ჩვენ შემთხვევაში გეტყვით, რომ ჩვენი გამოწვევა არის, ასე რომ ვთქვათ, მაღალი დონის ეკონომისტების მოზიდვა ჩვენ სააგენტოში. იურისტების კუთხით არ აქვს პრობლემა და ამ კუთხით საკადრო საკითხი მეტნაკლებად გადაჭრილია, თუმცა აი ძალიან გვიჭირს მოძიება კვალიფიციური ეკონომისტების და ამ კუთხით ძალიან ვცდილობთ, რომ აქტიურ კონტაქტში ვიყოთ ყველა უნივერსიტეტთან, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ აღნიშნული საკითხის გადაჭრა და ასევე ჩვენი შიდა რესურსით ვცდილობთ, რომ მუდმივად ვიმუშაოთ ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ამაში ძალიან გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორები, ის ქსელები, სადაც ჩვენ მუდმივ წერებად ფიქსირდებით, როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ასევე კონკურენციის კუთხით. ეს არის გაერო, ეს არის კონკურენციის საერთაშორისო ქსელი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელი და ესე შემდეგ. კი ბატონო, ევროკავშირთან twinning-ის პროგრამები თუ გრძელდება, რა მნიშვნელობა აქვს მათ ამ გამოცდილების გაზიარებას და ზოგადად ესე ვთქვათ ამ ტიპის პროგრამებს? ჩვენ ბოლო twinning-ის პროექტი დავხურეთ 2024 წელს, რომელიც მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში. ჩვენ პარტნიორები იყვნენ ავსტრიის და ლიეტუვის კონკურენციის შესაბამისი ორგანოები და სწორედ მათი ამ პროექტის დახურვის შემდეგ შეფასდა ჩვენს მიერ მიღებული საკანონმდებლო გაუმჯობესება და არსებული აღსრულების მექანიზმები მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით თავსებადად საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან 85%-ით და ვაჩვენეთ აქ 15%-იანი გაუმჯობესება და კონკურენციის ხაზით ასევე 75%-იანი თავსებადობა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან და აქაც დაახლოებით 12-14%-იანი გაუმჯობესების მაჩვენებელი ჰქონდა. ამიტომ ეს პროგრესი გრძელდება, ამ დროისათვის ჩვენთან twinning-ის პროექტი არ მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, კონკურენციის უწყებებთან და მუდმივ რეჟიმში ვცვლით აქტიურად ინფორმაციას როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე კონკურენციის მიმართულებით. და ვთქვათ, ამ პროცესში რაღაც გამოწვევები არ შეინიშნება, ბატონო ირაკლი, აი როდესაც ვთქვათ ქართულ ოცნებას ესეთი დაძაბული ურთიერთობა აქვს, ვთქვათ იგივე ევროპელ ელჩებთან, ვთქვათ ზოგადად ევროკავშირთან და ასე შემდეგ. აი ეს თქვენ პირადად არ გიშლით ხელს საქმიანობაში, ან ვთქვათ რაღაც უხერხულობაც არ გიქმნით, როდესაც რაღაც საქმიანი ურთიერთობები უნდა შედგეს, ვთქვათ თუნდაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კონკურენციის სააგენტოებთან. ჩვენ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და ეს ჩვენი უწყებების თანამშრომლობის ხარისხზე და დონეზე ნამდვილად არ მოხდენია ამას გავლენა. ჩვენი უწყებები მათ შორის უფრო გეტყვით პოლონეთი არის ერთ-ერთი და პოლონეთის კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის უწყება, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი ქვეყანა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, სადაც ასე რომ ვთქვათ, თანამშრომლობის პროექტი გვაქვს, სადაც მუდმივად ასე რომ ვთქვათ, ვცვლით საინტერესო кейსებს, ცოდნას, გამოცდილებას და ესე შემდეგ. ასევე ჩვენ ოქტომბერში გვექნება სასწავლო ვიზიტი უნგრეთში, სადაც ჩვენი კოლეგა უწყება გვასპინძლობს და ასევე იქ გავაზიარებთ იმ გამოცდილებას, რომელიც მათ გააჩნიათ OECD-ის ფორმატში, გაეროს ფორმატში, მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგა კონკურენციის უწყებებთან და უფრო მეტსაც გეტყვით, აი ნოემბერში მაგალითად ჩვენ ვასპინძლებთ ჩვენს ტრადიციულ კონფერენციას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ და კონკურენციის შესახებ, სადაც 20-მდე ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და უმრავლესობა აღნიშნული წარმოდგენილი ქვეყნების იქნება სწორედ მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამიტომ ეს თანამშრომლობა გრძელდება და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდება ხა ის შეიძლება რაღაც პოლიტიკური კონტექსტის მქონე თემები, რაც ჟღერდება, ასე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში ჩვენ თანამშრომლობის ფორმატზე ნაკლებად ახდენს გავლენას. აი, ცოტა მეტი გითხარით, აი რას ნიშნავს, რომ საქართველოს კონკურენციის და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ხელმძღვანელი იქნება 2026-2027 წლებში. რას უნდა ველოდოთ ამ სტატუსისგან? ეს არის
ეს ქსელი არის საერთაშორისო გაერთიანება, იმ ქვეყნების გაერთიანება, რომელიც სადაც გააჩნიათ მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების ეფექტური პოლიტიკა და უწყებები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, მსოფლიოს მასშტაბით ის აერთიანებს დაახლოებით 80-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის ამ გაერთიანების პარტნიორი ორგანიზაციები არიან იგივე გაერო, OECD, ევროკავშირი, სხვადასხვა მსოფლიო ბანკი და ესე შემდეგ. და ეს არის ქსელი, სადაც ყოველწლიურად ხდება სამუშაო პროცესის წარმოება, ყოველწლიურად ამ ქსელს ხავს პრეზიდენტი უწყება მისი ქვეყნის სახელით, მაგალითად წინა წლებში იყო ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, ავსტრალია და ძალიან ესეთი პრესტიჟულად ითვლება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ჩვენ 2023 წელს გავწევრიანდით როგორც პარტნიორი აღნიშნულ ქსელში, წელს უკვე მივიღეთ როგორც სრულფასოვანი წევრის სტატუსი და მომავალი წლის, ანუ 26-27 წლის პერიოდში საქართველოს უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციას და ჩვენი უწყება როგორც პრეზიდენტი ქვეყანა. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთის მხრივ ჩვენ უმასპინძლებთ ამ ქვეყნებს და ამ ორგანიზაციის შემაჯამებელ და საერთაშორისო კონფერენციას ორჯერ ჩვენს ქვეყანაში და ეს საკმაოდ პრესტიჟულია. მე ვფიქრობ ჩვენთვის და გარდა ამისა სამუშაო პროცესი მოიცავს ისეთ საკითხებზე მუშაობას სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, როგორიცაა მომხმარებელთა უფლებების დაცვის გლობალური სტანდარტების შემუშავება, ამ სტანდარტების დაახლოება სხვადასხვა ქვეყნებს შორის, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ის პრეცედენტული кейსები, რომლებიც ეფექტურად და საუკეთესოდ იქნა გადაწყვეტილი, ასევე მაგალითად გამოყენება სხვადასხვა ქვეყანაში. მოგეხსენებათ ახლა ისევე როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩვენთანაც არის ბევრი საერთაშორისო გლობალური კომპანია, ამიტომ ამ ქსელში მიღებულ გადაწყვეტილებებს და მუშაო ფორმატს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა იყოს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომ მომხმარებელთა უფლებები მაქსიმალურად და ერთიანი სტანდარტით იყოს დაცული. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო 2026-27 წელი გველის იმ კუთხით, რომ ეს ფორმატი სწორედ საქართველოს და ჩვენი უწყების ხელმძღვანელობით წარიმართება. საკმაოდ დეტალური ანგარიში გაქვთ გამოქვეყნებული 2024 წელს ჩვენი საუბარი შეჯამებისკენ რომ წავიყვანო და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენი დროისთვის. მთავარ გამოწვევად რა რჩება, ასე გკითხავთ, გინდ ინსტიტუციურ, გინდ სხვა დონეზე, რაც ასე ვთქვათ 2025 წელსაც გადმოყვა. მე ვფიქრობ, ნებისმიერი კონკურენციის უწყებამ რო გაიაროს სრულფასოვანი ცხოვრების ციკლი და ეს არ არის მარტო ჩვენი შეფასება, ეს არის მსოფლიოში ცნობილი კონკურენციის სამართლის ექსპერტების შეფასება, მინიმუმ 25 წლიანი ისტორია უნდა კონდეს მუშაობის, რომ თუნდაც მისი გადაწყვეტილებები, შემდეგ სასამართლო კონტროლის გავლის შემდეგ შევიდეს ძალაში, ეფექტი მოახდინოს მომხმარებელზე, ბაზარზე და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებაზე. საშუალო პერიოდი ამისთვის არის 25 წელი. ჩვენი უწყება სულ რაღაც 11 წლის არის ჯერჯერობით და ვფიქრობ, რომ ამ 11 წლის მანძილზე ჩვენ არაერთი ისეთი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული, რომლებმაც გარემოზე, მომხმარებელზე და ჩვენს, ასე ვთქვათ, ბიზნეს გარემოზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტი მოახდინა. თუმცა ვფიქრობთ, რომ მაინც ეს დროა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენს მიმართ კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა, ნდობა თუ ჩვენი გადაწყვეტილებების მიმართ მათ შორის სასამართლოს კონტროლს გავლილი გადაწყვეტილებების მიმართ სიმტკიცე იყოს უფრო მეტი. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ მეორე ეს არის ცნობიერების ამაღლება, როგორც კონკურენციისა და ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით და ასევე გითხარით ერთი საკითხი, რომელიც შეიძლება უფრო ესეთი ნაკლები ამ ორ საკითხთან შედარებით უფრო ნაკლები წონის არის, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საკადრო ნაწილში ვისურვებდით, რომ უფრო მეტი არჩევანი გქონდეს ეკონომისტების მოზიდვის ნაწილში, იმიტომ რომ ეს რეალურად ჩვენნაირ ტიპის უწყებებს მნიშვნელოვნად ჭირდება. სულ ბოლოს მონიტორინგის ეგრეთ წოდებულ pipeline-ზე ხომ არ შეგვიქმნით, ესე ვთქვათ, წარმოდგენას თუნდაც ზოგადად რა არის კიდევ, ვთქვათ, სხვა ბაზრები, სადაც შესაძლოა მონიტორინგის საჭიროება დადგეს დღის წესრიგში, ანუ ასე დეტალურად და ასევე ზეგავლენის ანალიზებიც ხომ არ გეგმება, რაც ესე ვთქვათ, შეიძლება მოყვეს უკვე დასრულებულ მონიტორინგს ან მოკვლევებს. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს რამდენიმე ბაზრის მონიტორინგი, სამედიცინო სერვისებზე უკვე ვისაუბრეთ, გვაქვს საწვავის მონიტორინგი, საავტომობილო საწვავი, რომლის
კვარტალურ ანგარიშებსაც ვაქვეყნებთ და ეს გრძელდება. გვაქვს რიტეილის ბაზრის მონიტორინგი, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ძალიან ხშირი დისკუსია ამასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში. აქაც პერიოდულად ანგარიშებს ვაქვეყნებთ ჩვენ ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ. გვაქვს ასევე მოცვისა და თხილის ბაზრების მონიტორინგი, საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციით აღნიშნულ ბაზრებზე მონიტორინგი გაგრძელდა. ჩვენ ერთხელ უკვე დავასრულეთ და შევაფასეთ ეს როგორც კონკურენტულ ბაზრებად, თუმცა რეკომენდაციის შედეგად ამ ბაზრის მონიტორინგს ვაგრძელებთ. წელს დავიწყეთ ახალი ბაზრის მონიტორინგი, ეს უკვე ავშირდება აგროსასუქებსა და პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს, აქაც მაღალ ფასდამატებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ბაზრის შეფასება, აქვს თუ არა ადგილი კონკრეტულ სახეობებში მაღალ ფასდამატებს. ჯერჯერობით აი ამ მიმართულებით თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი, ასევე ჩვენი ერთ-ერთი ინტერესის საგანი, ჯერჯერობით ამ ბაზრებით შემოვიფარგლებით, თუ საჭიროება დადგება, ან იქნება მომართვა რომელიმე უწყების, კერძო სექტორის, ან თუნდაც სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მხრიდან შეიძლება ეს წრე რა თქმა უნდა გაფართოვდეს. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო ირაკლი, ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა იყოთ ჩვენი სტუმარი და უკვე ვისაუბროთ აი ამ ახალ მონიტორინგის შედეგებზეც, უკვე ამ ახალ და ძველ ბაზრებთან მიმართებით, რომლებსაც აკვირდებით. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დიდი მადლობა თქვენ. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე საუბრობდა თქვენთვის პირდაპირ ეთერში. მადლობა მას, მადლობა თქვენ, რომ გვიყურებთ, შევხვდებით ერთმანეთს 4 შაბათს დროებით.